გამარჯობა, დღეს მინდა გაგიზიაროთ ბლინების რეცეპტი, რომელიც ძალიან მიყვარს. ამისთვის დაგჭირდება 2 კვერცხი, 2 სუფრის კოლზი შაქარი, ცოტაოდენი მარილი, 1 ჭიქა ფქვილი, 1 ჭიქა თბილი რძე და 1 ჭიქა ადუღებული წყალი. და ბოლოს დაგჭირდება 3 სუფრის კოლზი ზეთი. და რა თქმა უნდა დაგჭირდება ტაფა. სასურველია იყოს სპეციალური ბლინებისთვის განკუთვნილი. მაშინ ასე დავიწყოთ მზადება. გავტეხოთ 2 კვერცხი. დავამატოთ შაქარი. და დავამატოთ მარილი. და ეს მე შევურიოთ. უნდა მივიღოთ ასეთი მასა. და ნელა-ნელა დავამატოთ ფქვილი და რძე. რადგან ფქვილი გაიხსნას, რადგან კარგად გაიხსნას ფქვილი. ეხლა ისევ ვამატებთ ფქვილს. ნახევარ ჭიქას. როდესაც კარგად გახსნით ფქვილს, შეგვიძლია დავამატოთ ადუღებული წყალი 2 ფრთხილად. და მოვურიოთ. და ბოლოსაც დაგჭირდება არის 3 სუფრის კოლზი ზეთი. ამასაც ვამატებთ. და ვურევთ. გავახუროთ ტაფა და დავასხათ ზეთი. შემდეგ გავანაწილოთ მთელ ტაფას. ასეთი გამოვიდა ჩვენი ულამაზესი ბლინები. შეგიძლიათ მირთვეთ არაჟანთან ერთად, მალინის მურაბასთან ან ნუტელა და ბანანთან. გემრიელად მირთვით.